ქრისტინა ივანიშვილი გააკეთოს ამ ბოშებს თავი. ერთი თქვენ შეწირვა არ ეყოფა. სათავარ ჩემი სიცოცხლე გავიგო. თუ გინდა ამკუწო. თუ როგორ გინდა ეხლა მაწამო. გააკეთოს ამ ახალგაზრდებს თავი. მეც მოგესალმებით კიდევ ერთხელ სულ მადლობა ბრძოლისთვის, მადლობა თანადგომისთვის. ჩვენ ძალიან საშინელი ფაქტის წინაშე ვდგავართ დღეს. ადეცემო მოსამართლე, მე ვერ დავინახე ვერანაირი ბრალეულობა შემოქმედებაში და ვერ წარმოადგინა ჩვენმა ბრალდების მხარემ აბსოლუტურად ვერანაირი კონკრეტული მტკიცებულება. თუ მე რა კავშირი მაქვს საერთოდ ამ ადამიანებთან, რა ქმედება ჩავიდინე, რა გავაფუჭე და რა დავაზიანე გარდა იმ უკანონოდ მოპოვებული რაღაცა სულელური, აბსოლუტურად სულელური, მუხანათურად რაღაცა შეთხზული ამ ვიდეო ჩანაწერისა. ამიტომ მე მიჩნდება გაცდა, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩემზე პირადად და ყველა იმ ახალგაზრდაზე, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და აბსოლუტურად დაუკარგე ყველანაირი წმენა და შთაბეჭდილება დღევანდელ სასამართლოზე. დღეს სასამართლო არის აბსოლუტურად ყოველგვარ სამართალს მოკლებული. აბსოლუტურად ყოველგვარ სამართალს. ეს არის მიკერძოებული სასამართლო, რომელიც ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის დავალებას. თუ კი მე მომეშება საჭირო. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცნობ ბატონო მოსამართლე. როდესაც საქართველოს თავდადებულ ადამიანებს, რომელსაც 20 წელი ბრძოლაში აქვს გამოცდილება, როდესაც ესეთ ადამიანებს უკანონოდ ვასამართლებთ, მითხარით, გაუჩნდება რომელიმე ახალგაზრდას კიდევ იმის სურვილი, რომ თავის სამშობლო დაიცვას და თავის სამშობლოსთვის იბრძოლოს? არა მგონია. როდესაც სამარცხვინო რაღაც შემწეობა აქვს ეს ვეტერანს, ამის შემდეგ კიდევ გაუჩნდება ვინმეს? მე ერთ ჩემმა შვილმა მითხრა, კი მამა, ამდენი იბრძოლე, მაგრამ სანაცვლოდ რა მიიღე? აი ეს მივიღე ზუსტად უკანონო სასამართლო დამცირება და ყველა ვეტერანის აბსოლუტურად მორალურად განადგურება. როგორ გქონიათ ბატონო მოსამართლე, მე 20 წლიანი გამოცდილებით ბრძოლაში. კიდევაც რომ ცნობებოდა ეს ადამიანები, დავიჭერდი საქმეს 19 წლის ბავშვებთან, თუ ხავს უამრავი მეგობარი, თანამებრძოლები, ვისთანაც ომში ბრძოლის როლზე ყოფილიყო, თუ იმ ადამიანებს გამოვიყენებდი მაშინ საქმეს, როგორც ბრალდებები, ჩვენი ბრალდებულები. მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ხო? არანაირი მტკიცებულება, ბატონებო, რომ რაიმე კავშირი მქონდა, ტელეპათი ხო არა ვარ რა. ტელეპათი ხო არა ვარ, რანაირად უნდა დამემყარებინა მე ამ ადამიანებთან კონტაქტი, არ ვიცნობდი, არ არსებობს სატელეფონო ზარი, არასოდეს შეუხვედრილო, პირველად ვნახე და ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, ესეთი ოქროს თაობა ყავს. ბედნიერი ვარ, ესეთი ღიმილის ბიჭები ყავს და ჩვენ იმის მაგივრად, რომ ესეთ თაობას უთხრდებოდეთ, ხო? ჩვენ ამათ მომავალს უნდა ვგურებთ. თქვენ ხო ყავთ შვილები, ბატონო მოსამართლე? თქვენ ხო ყავთ შვილები, ბატონო პროკურორები? მოდი ჩავიხედოთ ჩვენს გულში, თქვენ ხო კარგად იცით, რომ მე უდანაშაულო. ეს ხო მშვენივრად იცით. მე ვიცი, ამ ხელა წნეხის გვეშახეთ, თქვენ თვითონ გადაგანი. ვიცი, მაგრამ მოდით რა ბატონო მოსამართლე, როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, თქვენ სულში ჩაიხედეთ, თქვენს ნამუში ჩაიხედეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ თქვენმა შვილებმა არ იფიქრო, რომ დააგიწყდათ ის, რომ ეს რა გააკეთე მამა. მე ამ სამართლობას შევაკვდები, სრული პასუხისმგებლობით გეუბნები. შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები. თუ გინდა მაწამო, როგორც გინდა მაწამო, პირდაპირ გეუბნები რა. მე ამ სამართლობას არ შევეკვები და მე მათ ვაჩვენებ ისეთ თავდადებას და ისეთ თავდაწებას, რომ ჯერ არავის არ უნახავს. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ბატონო მოსამართლეს, სანამ სამოვალ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, ჩაიხედეთ თქვენს გულში პატრიოტიზმი, თქვენს მანქიას და სძლიეთ რა ყველაფერს. თქვენმა შვილებმა არის ყოველ სიცოცხლეში. დღეს ახალი ისტორია იწერება. ახალი ისტორია იწერება, ახალი საქართველო იბადება და მინდა რომ თქვენს როგორც ყველა ჩვენთაგანი, ხო ყველას მინდა სამართლიანი საქართველო, ხო ყველას მინდა სამართლიანი სამშობლო გქონდეს. მე არ მინდა რომ ჩემმა შვილებმა, ჩემ შვილებს მოუწიო კიდევ ომში ყოფნა. 5 შვილის მამა ვარ, ბატონო მოსამართლე. ცილეწლოვანი მყავს 7 წლის და ბავშვი არის განადგურებული, ისევ ენატრები. იმასაც მე უმრათავს ვიყე, ჩემი სამშობლოსთვის ავხდი. და არ მინდა მათ მოუწიო კიდევ უსამართლო საქართველოში ცხოვრება. გავიაზროთ ხალხო. ქართული ხალხი იმსახურებს ძალიან მაგარ საქართველოს. და ჩვენს უნდა ავაშენოთ დედა ბატონო მოსამართლე. ჩვენ ამაზე თვალს დავუჭერთ, აქ არ არის გებიცები, 20 წელი ჩავდები უკნება. სხვაებად შევეცდები, ბიძინა ივანიშვილს გაანებო სამბოშოს თავი. ერთი მშვენიერი შეწევა არ იყო. სათავა ჩემი სიცოცხლე გავიგო. თუ კიდე არ მწუწო, თუ როგორ გინაიდრე მაცანა, გაანებო დამახალ და საერთოდ გაეშვა საქართველოს. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ საქართველოს ჩიბეთი ჩაიგდო ქვეყანა და როგორც უნდა ვისაც უნდა ესე მართოს. ნამუსი ახადა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს, პროკურორებს და ნამუსახის ყველას აბსოლუტურად ვინც მას არ დაემორჩილება. და ამიტომ მოსმოვებო, მეგობრებო, მოსმოვებო, ჩემნაირი კაცი წარმოვიდგინე, კარგი ბომისაკი ხოც გაძლევი. მერე ისედაც განადგურებული ფსიქიკით ამდენი ომი და უმეფობა დამოვიდა, ცისხლის გლობალის არაერთხელ აღიარდა ჩემ თავზე. ჩემნაირი კაცი რომ გამოვა სიკით და გაბოროტებული. ვეღო ბოროტებისკენ მიფიძგეთ. კაცს რომელსაც სამშობლო უყვარს უსაზღვროს. მე ჩემი დამატებიდან რომ ამ ქვეყანას მიუძღვენი ჩემ ადამიანი მოიბადება ხო? იმას თავის ბედისწერა აწერია. და მე როდესაც უწყლოვანი გავხდი, იქიდან მომოლებული ჩემი თავი მიუძღვენი ჩემ სამშობლოს. სადაც ჩემი ერი იდგა, ყოველთვის იქვიდები, სადაც ომი იყო ყველგან ვიყავ. და ყველგან წავალ და ყველგან ვიბრძოლებ თქვენი შვილებისთვის. თქვენი ისევე თქვენი შვილებისთვის, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა. ბიძინა შვილებისთვის. ყველა შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ერთხელა და სამუდამოდ, მართლა, ნუ აქციეთ მე უსასწორად სასამართლო რა. მანდანას უჩას მაგორებს აი ეს ყველაფერი რა. დიდი მადლობა და მოდიშით რომ ავდეთ.